და მინდა კითხოთ 100%-დან 100% შეგიძლიათ თქვათ თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებთ მონაწილეობას ამაზე მკვეთრი ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება თქვენს პარტიას აქვს თუ რა შემთხვევაში შეიძლება თქვენ მიიღოთ მონაწილეობა საერთოდ ეს თემა ჩვენი აზრით არის სრულიად არააქტუალური ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ რადგან ეს თემა არის ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობის მხრიდან შემოტანილი ასე ვთქვათ პროპაგანდისტული ხაზი იმიტომ რომ პროტესტის პირობებში ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აღარ აქვს რესურსი რომ ძალადობის და პროპაგანდის გარეშე მართოს ქვეყანა დემოკრატიული ინსტრუმენტებით აქედან გამომდინარე მას შემოაქვს სხვადასხვა თემები მუდმივად იგონებს ახალ კანონებს რომლებსაც ეს კანონი ხო არ არის არჩევნები უწევს ამოეწურა ვადა მოქმედ საკრებულოებს ეწურებათ პროპაგანდისტული ხაზიც არის ამისთვის და ვინც შედის ამ დისკუსიაში და ამ თემაში აბაში ვერ დაგეთანხმებით შეხედეთ ვადა ეწურება იმ საკრებულოებს რომელშიც თქვენც ხართ რას უპირებთ ამ საკრებულოებში იქნებიან თქვენი წარმომადგენლები ეს არჩევნები ახლა მოგწონთ არ მოგწონთ უნდა დაინიშნოს ყველა შემთხვევაში ხო 4 წლიანი ვადა გაზდის ამ საკრებულოებს და ხომ უნდა იცოდეს აი თქვენი ამომრჩეველი რო ვიყო თქვათ მე ხომ უნდა ვიცოდე თქვენ რას აპირებთ იმ საკრებულოებში ანუ გახდიხართ არჩევნებზე თუ არ გადიხართ დიახ სრულიად არააქტუალური თემა არის რადგან დღესდღეობით ჩვენს ამომრჩეველს მხოლოდ ის აინტერესებს როდის მოხდება უპირობო გათავისუფლება ჩვენი ადამიანების რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და ასევე როდის ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები ის ადამიანები და ის პოლიტიკური პარტიები რომლებიც ამ დისკუსიაში შედიან უბრალოდ აღიარებენ რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა არ არსებობს ამ ქვეყანაში ანუ მაშინ ასე დავაზუსტოთ თუ ახალი არჩევნები არ იქნება და თუ ეს ადამიანები გათავისუფლებულები არ იქნებიან თქვენ ცალსახად არ მიიღებთ მონაწილეობას არა ჩვენ ასე არ პასუხობთ ჩვენ პასუხობთ იმას რომ დღის წესრიგში დღესდღეობით ჩვენთვის არ დგას თვითმმართველობის არჩევნები ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ მიმართულებით იმიტომ რომ დღის წესრიგში დგას ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით ის რომ უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა ჩვენ ვხედავთ ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს სხვა მოვლენებს რომლებიც ძალიან მძიმე პრობლემად აწევს ჩვენს მოსახლეობას და ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ უფრო მეტი და არა იმაზე, რასაც ავრცელებს პროპაგანდისტული მედია. მადლობა.